Telecompanija Manneuli TV-s ეთერში ყოველ 4 შაბათს 19 საათზე ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია, ასევე დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი წარმოგიდგენ გადაცემას ქალის ხმა. საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მარნეულის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქალის ხმა და მე მისი წამყვანი ბელა ოსიპოვა. ჩვენთან ერთად სტუდიაში დღეს იმყოფებიან ჩვენი თარჯიმანი და თანაწამყვანი თურაჯი იბრაგიმოვა და ჩვენი გადაცემის იურისტი ქალბატონი Elisonიანი. Salam hörmətli tamaşaçılar, efirdə qadınların səsi verilişidir. Deməli, bizim aparıcımız Leyla Osipova, hüquqşünasımız, verilişimizin hüquqşünası Elisonიანი və mən tərcüməçi aparıcı Turac İbrahimovayam. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ არ ვისაუბრებთ საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ვითარებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და არც საზოგადოებაში ქალის როლისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა სახალხო ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებში ქალის როლისა და ფუნქციის შესახებ. ჩვენ სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსებისა და საზოგადოებრივი და საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საახალწლო ტრადიციებსა და აღნიშვნის წესჩვეულებებზე. Hörmətli tamaşaçılarımız, biz bugünkü deməli verilişimizin mövzusu deməli inteqrasiya ilə bağlı, nə də deməli ictimaiyyətdə qadının rolu ilə bağlı deyil. Bugünkü mövzumuz yeni il adət-ənənələri və bayramlarda qadınların rolundandır. Biz bu haqqda danışacağıq. Beynəlxalq bayramlar və elə Gürcüstanımızda keçirilən bayramlarda qadınların rolundan söhbət aparacağıq. პატივცემულო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქალის ხმა. ეს გადაცემა მზადდება ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციისა და დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ, საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის კავშირთან თანამშრომლობით. ხოლო დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ საახალწლო ტრადიციების და დღესასწაულებში ქალის როლის შესახებ. იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს ქალს დღესასწაულების აღნიშვნის წესში, ტრადიციებსა და რიტუალებში და როგორ აღიქვამს ამ როლს დანარჩენი საზოგადოება. და ასევე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რამდენად არის ქალის როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე ახალი წელი თუ სხვა დღესასწაულები ქალებისთვისაც. და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვეცდებით გავცეთ კითხვებზე პასუხი, ჩვენ საზოგადოებაში ქალები ამ დღესასწაულების შემოქმედნი, ანუ სუფრის გამწყობნი, ტკბილეულობის მომზადებელნი და ლამაზი გარემოს შემქმნელები არიან მხოლოდ, თუ არიან ამ დღესასწაულების მომხმარებლებიც. Deməli, hörmətli tamaşaçılarımız, bizim bu qadınların səsi verilişi Gənc Pedaqoqlar və Psixoloqlar Assosiasiyası və Demokratiya və Vətəndaş İnteqrasiyası Mərkəzi tərəfindən Gürcüstan-Azərbaycanlı Gənclər İttifaqının əməkdaşlığı ilə deməli gerçəkləşir və Beynəlxalq Seçkilər Fondunun tərəfindən maliyyələşir. Deməli, biz bugün qadınların bayramlarla bağlı rolundan söhbət aparacağıq. Bayaq da qeyd etdiyim kimi, qadınlar biz bunu müzakirə edəcəyik və çalışacaq bunu aydınlaşdıraq ki, qadınlar yalnız süfrə düzəldən, şirniyyat hazırlayan, yemək hazırlayan insanlardır, yoxsa onlar birbaşa bu bayramın bir rəmzidirlərmi? ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი პირველი სტუმარია გადაცემის საქართველოს ქურთ-იეზიდ ქალთა დამოუკიდებელი ლიგის თავმჯდომარე ქალბატონი ლილი საფაროვა. ქალბატონი ლილი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის სტუდიაში და პირველი შეკითხვა მაქვს, როგორ აღნიშნავენ ქურთი ეროვნების წარმომადგენლები საქართველოში ამ დღესასწაულს ახალ წელს? მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ყოველივე კარგი. ჩვენ საქართველოში მცხოვრები ქურთი-იეზიდები ისევე ხვდებით ახალ წელს, როგორც თითოეული ქართული ოჯახი და სხვა არაქართველებიც, ანუ ნაძვისხე, თავის სამზაზისით და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ჩვენ ახალ წელზე, ანუ ეზიდებს აქვთ ასეთი ტრადიცია, რომ ჩვენი ახალი წელი არის მარტის თვეში და ამას ქვია კოლოჯე სარე სოლე. ესე იგი გავჩერდ
გოჩის ერესოლი. აი ამ ეს არის სიმბოლურად ქადა, რომელიც ხდება მარტის თვეში, მესამე ოთხშაბათს და ხუთშაბათ დილით იჭრება. ოჯახის უფროსი ამ რიტუალს asრულებს. Tamaşaçılarımız bizim verilişimizin birinci qonağı Lili Səfərovadır. O Gürcistan Kürd Yazid Qadınlar Azad Liqasının rəhbəridir. Deməli bizim Bela xanım ona sual verdi ki, Kürd Yazidlər deməli bu bayramları yeni ili necə qeyd edirlər? O isə cavab verdi ki, Gürcistanda yaşayan Gürcülər və digər qeyri-Gürcü millətlər kimi biz də adi hal kimi qarşılayırıq yeni ili. Öz şam ağacı və şaxta babası ilə birgə. Ancaq deyir bizim əsl yeni ilimiz mart ayındadır. Mart ayının 3-cü həftəsinin 3-cü günü deyir qeyd olunub. Gruce Aere Sole adlanır bunların yeni illəri. Ბატონული, ამ კლოჯის დაჭრასაც რაღაც დატვირთვა აქვს რელიგიური თუ ტრადიციული თუ როგორ? ორივე ერთად. ეს რელიგიურიც არის და ტრადიციულიც. ამ ოჯახის უფროსი დილით ივანს ხელბის ლოცულობს და შემდეგ ჭრის სხვადასხვა ნაჭრებად. ჯერ ანგელოზების წილს ჭრის და შემდეგ ოჯახის წევრზე. ამ ცხობამდე, ანუ ცომში ვაგდებთ ან ფულს, ან ძივს და ვისაც შეხვდება ეს მძივი ან ფული, სხვადასხვა ოჯახის სხვადასხვა ტრადიცია, ის ასრულებს მეკულის როლს. ანუ მასზეა დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში. Deməli, hörmətli tamaşaçılarımız, həmin bunların yeni il bayramları, hansı ki mart ayının 3-cü həftəsinin 3-cü günü qeyd olunur. Orada deyir, deməli, bu bayram həm dini bayramdır, həm də milli bayramımızdır. Deməli, bayırda ağac kəsirlər bunlar, səhv başa düşmədimsə, deyir, ağacı kəsilməyə başlayır. Birinci mələklər üçün kəsilir ağacın budaqları, sonra isə ailə üzvlərinə görə. Axırıncı kəsilən ağac butağı kimə düşürsə, həmin insan meqbulə gedir. Yəni, başqa bir ocağa gecə saat 12-dən sonra qonaq gedir. Deyək. ძალიან საინტერესო ქალის როლი ამ დღესასწაულებში. მხოლოდ შემოიფარგლება იმით, რომ უნდა გაამზადოს კერძები, გაალამაზოს სუფრა და რაღაცა და მოამზადოს ყველაფერი სამზადის საახალწლო თუ რაღაცა კიდე მნიშვნელოვანი როლია ისეთი, რაც ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ქალს შეუძლია შეასრულოს ამ დღესასწაულებში. ქალბატონელისოა. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას და შემოსავლიან და მოსავლიან წელიწადს უსურვებ ჩვენს მაყურებლებს. რაც შეეხება შეკითხვას. ეს ჩემი აზრით ქალის როლი არის უდიდესი ამ საახალწლო სამზადისში და ზოგადად დღესასწაულების აღნიშვნაში საქართველოშიც და ალბათ სხვა ერების წარმომადგენლებშიც. რა თქმა უნდა, ხა ძირითადი ტვირთი მაინც ქალზე მოდის, ეს არის ოჯახის სუფრის შემზადება, გარემოს შექმნა და ასე შემდეგ, მაგრამ აღნიშნავ ხშირად ქალბატონი რჩება სუფრის გარეთ. ანუ ამზადებს სუფრასთან მიაქვს ყველაფერი კერძები, მზადის და რაღაც და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სუფრასთან თვითონ არ ჯდება და ამ აღნიშვნაში არ იღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ ხშირად ბევრ ოჯახში შეიძლება აღნიშნოთ ესეთი სიტუაცია და კი, ძირითადად ესა ხდება, მაგრამ მე მინახავს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, სადაც მამაკაცები ემსახურებიან სუფრას, ესე რომ ვთქვათ და ქალები ძირითადად სამზარეულოში ტრიალებენ ოღონდ, სუფრაზე ემსახურებიან მამაკაცები. თუმცა ესეც ტრადიციაა, ვერსად ვერ გაექცევით ახლა, მაგრამ ეს არ არის ესეთი ტრადიცია, რომ აი უნდა ამოშანთო შენი ცხოვრებიდან და ესეა. არის შემთხვევები, არის ესეთი
როდესაც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ რესტორანში და იქ უკვე ისე როგორც ქალიც, მამაკაციც, ბავშვიც თანაბრად ზეიმობს ამ დღესასწაულს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ის სამზადისიც და ის ყველა ის დაღლილობაც, რაც ამ ყველაფერს მოსდევს, ზოგჯერ სასიამოვნოც კია და ამ ყველაფრით მოლოდინი აქვს იმისი ნებისმიერ ოჯახის წევრს, რომ მომავალი წელი მისთვის იქნება ბარაქიანი, წარმატებული ჯანმრთელობის მომტანი და ასე შემდეგ. ასე რომ მართალია ეს დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ზოგჯერ იჩაგრება კიდეც ქალბატონი ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს მეორე მხრივ არის სასიამოვნო. Hörmətli tamaşaçılarımız, biz qadının rolu haqqında söhbət edirik. Deməli, Elviso xanım sizi tamaşaçılarımızı təbrik elədi ilk növbədə. Deyir ki, hamıya uğur, bərəkətli il arzulayıram deyir. Qadının roluna gəldikdə isə o deyir ki, bayramlarda əlbəttə ki, deyir, qadınların rolu böyükdür. Əsas da ailələrdə belə ki, süfrə hazırlayırlar, bayram qeyd etmək üçün şərait yaradırlar ki, bayram şən keçsin. Burada həmçinin o haqda söhbət oldu ki, o deyir ki, deməli, Şərqi Gürcüstanda elə hissəli güşələr var ki, orada kişilər də iştirak edirlər süfrənin qurulmasında. Belə ki, qadınlar mətbəxində yemək hazırlayırlar, kişilər isə deməli, süfrəni hazırlayırlar. Həmçinin o onda qeyd etdi ki, ola bilsin, deyir, restoranlara gedələr ailə üzvləri, orada heç bir nə qadının, nə də kişinin deməli, təzyiqata qalması, çox ya az işləməsi heç də önəmli olmur. Əsas deyir, bayramlarda insanlar istəyirlər ki, onların deməli, üzvlərinə gələn il bərəkətli və uğurlu olsun. ისე ძალიან საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ სხვა ეთნოსები ამ დღესასწაულს ახალ წელს და მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. იქნება აი ამ თემაზეც ცოტა თუ რამე ინფორმაცია შეგიძლიათ მოვაწოდოთ? ამასთან დაკავშირებით მე ჩვენს მაყურებელს მოუმზადე მცირე ინფორმაცია, როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. აი მინდა მოვახსენო, ანუ ცნობილი ფაქტია, მაგრამ გამეორდები და ვიტყვი, რომ ეს 1 იანვარს ახალი წლის აღნიშვნა შემოვიდა ძველი რომიდან, ანუ როდესაც იმპერატორმა იულიუს კეისარმა შემოიღო ახალი კალენდარი, საიდანაც წელიწადის აღნიშვნა იწყებოდა 1 იანვარს. შესაბამისად ამ წლიდან დაიწყო უკვე ახალი წლის აღნიშვნაც. ამ დღეს რომაელები მსხვერპლს წირავდნენ ორპიროვან ღმერთს იანუს, რომელიც ითვლებოდა წამოწყების მფარველად და გეგმამდე მნიშვნელოვან ღონისძიებებს. აგრეთვე ძველი რომიდან არის შემოსული საახალწლო საჩუქრების ტრადიციაც. ეს ძველი რომში ძველი რომაელები უпростоრად ამ საახალწლო საჩუქრებზე აკეთებდნენ წარწერებს და ასევე ზოგჯერ სახალისო, სახუმარო ლექსებსაც აწერდნენ საჩუქრებზე. თანამედროვე იტალიაში უკვე ეს ყველაფერი კი ბატონო. Hörmətli tamaşaçılarımız, deməli Elviso xanım həm bu bayram haqqında söhbət edir. Deyir ki, mən deyir müxtəlif ölkələrin yeni il bayramı necə qeyd etmələri haqqında qısa məlumat toplamışam deyir. İlk olaraq onu qeyd etdi ki, yanvarın 1-də yeni ili qeyd etmək məhz qədim Romalılardan gəlibdir. Həmin o qədim Romalıların zamanında 2 Allahlıq var imiş, 2 Allaha ibadət olunurmuş. Həmin zaman deməli bayramı təyin edən zaman, qeyd edən zaman Romalılar deməli yeni il hədiyyələri hazırlayırlarmış. Həmin bu hədiyyələrin üzərinə hansı arzularını qeyd edərlərmiş və sonra o arzularını deməli niyyət tutarlarmış və s. deyə. თანამედროვე იტალიაში კი ეს ისეთი ცოტა უცნაური ტრადიციებიც არის დამკვიდრებული. ახალი წლის ღამეს, როგორც აღმოჩნდა, იტალიელები თავისუფლდებიან ძველი ნივთებისაგან, ისინი რაც მეტ ძველ ნივთს გადაყრიან ოჯახიდან, ითვლება, რომ მომავალი წელი მათთვის უფრო წარმატებული იქნება და იმ ძველს ჩაანაცვლებს ახალი. აქვთ კიდევ ერთ-ერთი ესეთი უცნაური ტრადიცია, რომ ის ახალ წელს ისინი ერთმანეთს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს და ითვლება, რომ წითელი ფერი არის წარმატების სიმბოლო. ეს სხვათა შორის წელს გველეშაპის წელი და აქ შეიძლება ვთქვა, რომ წითელი ფერი წელსაც ძალიან
აქტუალური იქნება. კი, ასტროლოგები გვირჩევენ ესე, რომ წითელი ფერი უნდა ვატაროთ.